როგორც ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებება წარმოაჩინოს. თემაზე საუბრობთ სამოქალაქო აქტივისტთა და გენდერის მკვლევართან შორენა გაბუნია. ჩვენი სტუდიის სტუმარი, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. გამარჯობა. პირველ რიგში ჩვენ მოდით გამოეხმაუროთ ქართველი ფეხბურთელების ჟესტ კამპანიაში ჩართვას. ეს რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ უნდა გაიგოს ეს საქართველოში მცხოვრება მოქალაქეება, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ამ კამპანიაში ისეთი ადამიანების ჩართულობა, რომელთაც მუდმივად ქართული საზოგადოება მათ შორის აკვირდება ყურადღებით, ენდობა, მხარდაჭერას უცხადებს და სოლიდარულია. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის და ვიტყოდი იმას, რომ აუცილებლად ჰომოფობია უნდა გვესმოდეს რა არის შიში განსხვავებული ჩვენგან განსხვავებული ადამიანების მიმართ. ეს ყველა ქვეყანაშია ახლა, ამიტომ საფრანგეთშიც არ არის დაზღვეული ამისგან, ხო? მაგრამ გააჩნია ჩვენ როგორ ვეკიდებით ამას, ხო? როგორ შეიძლება ამ შიშს ვებრძოლოთ, დავინახოთ ადამიანებში ადამიანები, თუ გამოვიყენოთ ჰომოფობია პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომ გავაღვივოთ სიძულვილი ადამიანებს შორის და ამითი ჩვენი პოლიტიკური ქულები, ასე ვთქვათ, ჩავიწეროთ. საფრანგეთში მოგეხსენებათ მულტიკულტურული ქვეყანაა და მას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია ამ განსხვავებულობის მიღების და ასე შემდეგ და საფრანგეთში ქვიარ ადამიანები ძალიან დიდი ხანია განსხვავებულად აღარ აღიქმებიან და ეს არის ჩვეულებრივი საზოგადოების პროცესი, საზოგადოებაში ჩართულობა, ოლიმპიადის გახსნა გვახსოვს, ხო, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია და მათთვის ეს ვერც მიხვდნენ რა იყო პრეტენზია რაში შეიძლება რაღაცნაირად აღიქმება მათ შორის ამ კამპანიაში ქართველი ფეხბურთელების ჩართვა, ხუჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, მიქაუტაძე. მას არ თქვეს ვარი, ხო? შეეძლოთ, ანუ სხვებს არ მიბაძეს და არ თქვეს ვარი. მისასალმებელია, საერთოდ ცნობილ სახეებს არის FIFA-ს ჰქონდა უდიდესი კამპანია არა რასიზმს, ცნობილ სახეებს ძალიან ბევრი სტერეოტიპის და სიძულვილის დისკრიმინაციული განწყობების და გაცამტვერება შეუძლიათ, ხო? ისინი მისაბაძი როლური მოდელები არიან საზოგადოებაში, ბავშვები უყურებენ მათ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ამ ასე ვთქვათ განაცხადს აკეთებენ. ეს არის მნიშვნელოვანი იმ საშინელი პოლიტიკური დისკურსისთვის, რომელიც სუფევს საქართველოში და რომელიც ასე ვთქვათ ძალიან უხეშად და კაცთმოძულე დისკურსში გამოიყენა ქართულმა ოცნებამ და მე მივესალმები ამას, თუმცა მე მაქვს ახლა გენდერის მკვლევარი ვარ, ამ პროცესებში ძალიან აქტიურად ვარ ყოველთვის ჩართული და მე მახსოვს იგივე კაშიასთან დაკავშირებით და მახსოვს ბევრი ტელევიზია მთხოვდა ინტერვიუს და მე მომამზადე ასეთი ტექსტი, რომ კაშია იყო ვაჟა-ფშაველას ტოლი, არქეტიპული ფიგურა, რომელიც იბრძვის სიმართლისთვის, სიმართლეს უჭერს მხარს, რა თქმა უნდა და ის მზად არის, რომ ყველას წინააღმდეგ წავიდეს, იმიტომ რომ სიმართლე და ჰუმანიზმი ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, ხო? რისთვის ცხოვრობ საერთოდ. და მეორე დღეს გავიგე, რომ კაშია ამბობს, რომ მე რაღაც ჩემნებით არ ყოფილა ეს სამკლაური, რაღაც ისე თავს იმართლებს, ხო? და ეს გაცამტვერდა ეს არქეტიპული ვაჟას ფიგურა, რომელიც მე ასე წარმოვიდგინე და ერთ-ერთი კაშია დაბრუნდა იმ მდგომარეობაში, რაშიც იყო, ერთ-ერთი ქოცნების ჩინოვნიკი, არაფრით გამორჩეული, ასე რომ ამის თქმა ერთია, ამის დეკლარირება ერთია და შემდეგ
ამ ადამიანებმა არ უნდა თქვან ისეთი რაღაცა, რაც კაშიას შემთხვევაში მოხდა, ანუ არ უნდა დაიძვრინონ თავი, რაც გააკეთეს, თავიანთი ქმედება იყო გააზრებული, ჰქონდათ არჩევანი, ეს გააკეთეს და პატივისცემას იმსახურებენ ჩემგან, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ამას არ უარყოფენ მერე და რაღაცნაირად ესე არ გამოვა, რომ იძულებით ვიღაცამ. აი რამ განაპირობა ის, რომ აი ქვე ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში არ არის დაცული, ჩვენ არაერთი კანონი ვიხილეთ, მათ შორის ამ ადამიანების წინააღმდეგ ხელისუფლების მტრული რიტორიკა, სიძულვილის კამპანია, გუშინაც მათ შორის მადლობა უთხრა საჯაროდ მეუფეშიო მირაკლი კობახიძეს, რომ აი კანონიდან გენდერი ამოიღეთო და ამისათვის მადლობა უთხრა. აი რეალურად რამ განაპირობა ის, რომ აი ასეთი შედეგი მივიღეთ კონკრეტული სტატისტიკაც გავაცანით ფორმულას აუდიტორიას. კი ბატონო, ეს საერთოდ ეს დისკურსი ხა ოცნებას არ მოუფიქრებია და საერთოდ არაფერი არ მოუფიქრებია, მათ მზა შაბლონები აქვთ, თუნდაც რუსეთის, თუნდაც არა, პირდაპირ რუსეთს უყურებენ, იქ რა ხდებოდა და იმას იღებენ ძალიან ესე აკოპირებენ ზუსტად. და რა ხდებოდა რუსეთში? ქვიარ ადამიანები, რუსეთის პოლიტიკა მთლიანად რა არის, რომ ადამიანზე ორიენტირებული არ არის, ადამიანის უფლებებზე, ხო, არაფერს არ ნიშნავს, სასაფლაოებით გავსებულია, ხო, მთელი რუსეთი. ერთი ადამიანი, რომ მისი პრობლემები, მისი შინაგანი სამყარო არ არსებობს ამ სახელმწიფოსთვის და ასე გადმოიღეს მათაც და 17 მაისი, რომელიც ყოველთვის იყო და არის, ყოველთვის არა, 20 დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო ამ დღის აღნიშვნა, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე 2014-ში მოხდა ისე, რომ იმ დროინდელი ხელისუფლების მე არ ვუწოდებ მათ ამჟამინდელ ხელისუფლებას გარკვეული მიზეზების გამო, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ პირდაპირ საპატრიარქოს სთხოვა, ასე ვთქვათ, რომ მიტაცება მომხდარიყო ამ დღის და ჩაანაცვლეს ოჯახის სიწმინდის დღით. ოჯახის სიწმინდე თავისთავად ისეთი ცნება, რომ ყველას აბსოლუტურად ყველა ვთანხმდებით, ხო, ამაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ უფ რა არის ოჯახი, რა სისულელეა. ეს არის კი ბატონო, წაუგებელი, ხო, ცნება. ამაზე როგორ შეიძლება იკამათო? 90-იანი წლები გამოვიარეთ და ჩვენი ყველაზე, როცა ყველა მიგვატოვა პერსონალურად, ხო, ყველამ დაგვაიგნორა და გშიოდა და წურო და ოჯახი გაგანიჟარაზე ფსიქოლოგის ნოსტრია, ესეთი ცნება არის ძალიან კარგი. ჩვენიანები, ხო, ეს სისხლით ნათესავი, ძირთადად სისხლით ნათესავი ადამიანებს მოიცავდა, რომლებიც ყოველთვის იყო ჩვენს საზოგადოებაში უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ჩვენი ინდივიდუალური, პერსონალური გადარჩენისთვის და ამაზე პედალირებს, ხო, ვინ იტყვის, რომ არა, რა სისულელეა, რა ის ოჯახი, ამიტომ ორი კურდღელი დაიჭირა ერთად ამით ოცნებამ. ერთი ის, რომ დისკურს დააჯდა და წაგლიჯა, ასე ვთქვათ, უხეშად, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე 17 მაისი ჩანაცვლდა ოჯახის სიწმინდის დღე. ჩემთვის პირადად წმინდა ოჯახი არის იესო და მარიამი და იოსები, არ ვიცი, სხვა წმინდა ოჯახი მე არ ვიცი, მაგრამ წმინდა თვითონ ცნება, ხო, ოჯახის, აი ყველანი ამაზე ვთანხმდებით და გუშინ ვინც გამოვიდა, ის რა თქმა უნდა პარტიული მობილიზება იყო, იმიტომ რომ ისინი უკვე თვლიან, რომ ოცნება თვლის, რომ ეს მათი მისი დღეა და ყველა გამოიყვანა, ურეკავდნენ და სიებით გამოყავდათ, მაგრამ აქ იყვნენ გამოსულები ის ადამიანები, რომლებსაც არ ახსოვთ, უბრალოდ არ აინტერესებთ ან გამორჩათ, არ
მიუქცევიათ ყურადღება და მათთვის არის ძვირფასი ოჯახი და ოჯახებით გამოვიდნენ და რაღაცნაირად აღნიშნეს ეს დღე და არ მიუქცევიათ ყურადღება რომ ეს საშინელი манипуляციის, ბოროტების, დისკრიმინაციის და სიძულვილის გამღვივებელი პარტიის მიერ მოგონილი დღე იყო სხვისი გადასაფარად და ეს მეორე კურდღელი რა არის? ერთი ეს არის რომ ამ ოჯახის თემას ასე უშნოდ და უხეშად დაასხდნენ და მეორე ის რომ ჩვენ რეალური პრობლემები რო გვაქვს და ბავშვი ავადმყოფი როა და რო ვერ მკურნალობთ და ისევ ამ ნოსტრიებში და ოჯახებში რო ვაგროვებთ ხო ფულს ეს რო გშია რომ წამალი არ გვაქვს და ჩემ შვილს ჩემ შვილებს 7 თუ 8 წელი სკოლა აქვს დანგრეული და სადღაც დაატარებენ არ ვიცი სადღაც საშინელებაში და არავინ არ ფიქრობს იმაზე რომ სკოლა აშენდეს რაღაც საძირკველი რაღაცა არის და არის ეგრე ალბათ ესეც დაამთავრებენ ხო აი ამ რეალურ პრობლემებზე ჩვენ აღარ გვაფიქრებენ და ვფიქრობთ რაღაც სისულელეზე რომ აი ვიღაცა სხვა ორიენტაციის ადამიანები გაგურყნიან და სინამდვილეში ყველაზე გახრწნილი ძალა რაც კი არსებობს ჩვენს თვალწინ ეს არის მორალურად ფსიქოლოგიურად თვითონ ქვიარი ადამიანები ძალიან ბევრი არიან და ხა რა ვიცი გახრწნს ვერ უწოდებ მაგრამ თვითონ უწოდებენ თავის თავს ოჯახებში ყავთ პირველ პირებს თვითონ შეიძლება არ არიან ან თვითონაც არიან და მათი პროპაგანდის მანქანასავსეა ამითი და მე არ მაინც არ მიუხედავად იმისა რომ ისინი ბოროტებას ემსახურებიან მე არ ვიტყოდი რომ ისინი გახრწნილები არიან და გარყვნილები აი კაბოტონიშოვი ხაი უკაცრავად გაგაწყვეტინებთ აი პროპაგანდისტები ახსენეთ და აი ვინ არიან ის ადამიანები რომლებიც დღეს აი სიძულვილს ქადაგებენ ჩაგვრას დისკრიმინაციას და ასე შემდეგ მახსენდება აი გურის სულთანიშვილი ცნობილი ყვითელი ავტობუსის თქვათ ერთ-ერთი იქ იყო მის ბაჩოოდიშარიასთან ერთად აი რა შეიძლება ამ ადამიანებზე ითქვას ეს რას ნიშნავს რა ტიპის ფენომენია ახლა საუბარი მათი მხრიდან სიძულვილზე ჩაგვრაზე დისკრიმინაციაზე და ასე შემდეგ. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რაც ვთქვი, ისინი სინამდვილეში ასე შეიძლება არ ფიქრობდნენ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, გური იყო ჩემი თანამშრომელი LGBT ორგანიზაცია იდენტობაში, ზუსტად მაშინ. დღეს შალვა რამიშვილის თანამშრომელი. კი ბატონო, რომელიც სიძულვილით კვებავს ამ ადამიანებს, რომლებსაც შიში აქვთ, მართლა ეშინიათ, რომ რაღაცა გადაედებათ და გურის სულთანიშვილმა იდეალურად იცის რომ ასეთი გადამდები და პროპაგანდა, გეი პროპაგანდა არ არსებობს. თქვენი ორგანიზაციის წევრი იყო გური. კი ბატონო, მუშაობდა ჩვენს იდენტობა ორგანიზაციაში, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში, მაშინ როცა გური მუშაობდა და ჩვეულებრივად როგორც თანამშრომელი მოვიდა იქ პოსტერები ეჭირა და მე შიშისგან გადაყარა, აი ეს არის გურის სახე და კრებითი გური ყავს ბევრ ტელეკომპანიაში, რომლებიც სიძულვილის ტირაჟირებას აკეთებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მე გეი პროპაგანდას არ ვეწევი და არა უშავს ვიყო გეი და გეი პროპაგანდა არ არსებობს, არსებობს ადამიანების ანტიჰუმანი ადამიანებს შორის შუღლის ჩამომგდები ანტიჰუმანისტური პროპაგანდა. გეი პროპაგანდა არ არსებობს. ახლა მე რომ რამდენად არ უნდა ვთქვა რომ მე გეი ვარ და ეს ოჯახი მყავს და ქალი მყავს ოჯახში ქმრად თუ როგორც არის დაქორწინებული ვარ დაქორწინებული არავინ ამის თქმით არ დაქორწინდება თავისივე სქესის ადამიანს არ არსებობს ესეთი რამე ბუნებაში არ არსებობს რომ რაღაცაც არაჟნის რეკლამა არ არის არ არსებობს უბრალოდ გეი პროპაგანდა არანაირი სახით და რომც არსებობდეს ორიენტაციის პროპაგანდა, მაშინ არ იარსებებდნენ გეი ადამიანები, იმიტომ რომ სულ ჰეტერო პროპაგანდა, წიგნებში, ლიტერატურა გინდა, კინო გინდა, რეკლამა გინდა, ქალი და კაცი, გალი და კაცი და მაშინ ყველა უყურებთ ამას და აღარ იარსებებს მაშინ უბრალოდ ეს თემა საერთოდ არის თითიდან გამოწოვილი და ძალიან ბოროტად გამოყენებული ქართული ოცნების მიერ, ასევე რუსული
პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ, ვისი დანამატებიც არიან ისინი და ძალიან სამწუხაროა, რომ ის ადამიანები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც გუშინ გამოვიდა და მართლა გულწრფელად უხარია და უყვარს და აღმერთებს თავის ოჯახს, აი ამ ბოროტი მანქანის რაღაცა ხელში манипулირებული იარაღები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ მათ მიითვალეს თავის გამარჯვება, თავის მრევლად და თავის მიღწევად ეს მათი აქ მოსვლა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შეიძლება ორ სიტყვას ვიტყვი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აი როგორც ქვიართემ საქართველოში წაართვეს, ხო, ეს წაგლიჯეს ასე ვთქვათ, 17 მაისი და ისინი არ არიან დაჩაგრულები, ისინი არ არიან მსხვერპლის როლში. მე ძალიან მიხარია ეს, მათ ეს შეძლეს და ყველა ჯანსაღი პროცესი, ყველა პროტესტი, რომელიც არის სოციალური და ყველა ხასიათის შინაარსის, ისინი არიან ჩართულები და ავანგარდში არიან ისინი და ამით არის გაცემული პასუხი იმაზე, რომ რამდენი დღეც არ უნდა წაგვართოთ და რაც არ უნდა გააკეთოთ, ქვიარ ადამიანები არიან ყოველთვის ავანგარდში საზოგადოებრივი ცხოვრების და ასე იქნება ყოველთვის და ეს ძალიან მახარებს. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით გენდერის მკვლევარ, სამოქალაქო აქტივისტ შორენა გაბუნიას, ჩვენ მას ვემშვიდობებით.